სხვა ზუგდიდიდან გვერდცვება, სხვათა შორის დღეს ცოტა ხნის წინ გავრცელდა შალვა პაპუაშვილის განცხადება ანაკლიესთან დაკავშირებით, რომ გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს თუ რამის თქმა უნდა ანაკლიესთან დაკავშირებით, მან ფაქტობრივად კინაღამ კრახამდე მიიყვანა ანაკლიის პროექტი. ეს არის პაპუაშვილის განცხადება, ის ბელგრადშია, როგორც ჩანს, ესე ვთქვათ, იქ გააკეთა მედიასთან საუბრის დროს, რა სიტყვით ამაზე ასევე მინდოდა თქვენთან მელაპარაკა დღეს თქვენი გუნდის წარმომადგენლების ბრიფინგი იყო, სადაც გარკვეულ სქემას თავაზობდით ხელისუფლებას ანაკლიესთან დაკავშირებით. მოგესალმები დიანა და მივესალმები ტელემაყურებელს ულამაზესი ქალაქიდან ზუგდიდიდან. სამწუხაროდ არ ეკადრება ზუგდიდს მოსახლეობისათვის ის პირობები და ის შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ჩვენ დღესაც მერამდენეთ უკვე ვნახეთ ქალაქში და ქალაქგარეთ. ვიმყოფებოდით ზუგდიდში, ასევე შემოგარენ სოფლებში, ვნახეთ სიდუხჭირე, ვნახეთ ფასების ზრდით შეწუხებული ადამიანები, ემიგრაციაში წასული უამრავი ოჯახი, სოციალურად დაუცველებს სპეციალურად საუბრობთ შევხვდით სოფელ კახათში, ასევე გარდა ამისა პირდაპირ ცენტრში, ფაიფურის დასახლებაში, ცენტრალურ ადგილას მთავარი მაგისტრალური გზა არის მერამდენედ გადავადებული და ეს ინფრასტრუქტურული პროექტის დასასრულს ახლაც აღარ გვეუბნებიან და ამბობენ, რომ თბილისიდან ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ, ანუ შესაძლოა აქაც კორუფციული და ნეპოტისტური გარიგების და ხალხის ფულის ფლანგვის მსხვერპლი იყოს დღეს ზუგდიდის მოსახლეობა, არადა ამ გზას მიყავს ხალხი როგორც ცენტრალურ აგერ ბოტანიკურ ბაღამდე, ასევე რუხამდე რუხის საავადმყოფომდე, ასევე სვანეთის დამაკავშირებელი გზა არის და აი შეუსრულებელი პროექტების ნაწილია. რაც შეეხება ანაკლიას, ანაკლია გახლავთ კავკასიური მშვიდობის გარანტია. ანაკლია არის ისტორიული შანსი. ეს პროექტი არის ქართველი ხალხის, ეს პროექტი არის ყველა იმ ადამიანის, რომლებიც აიხლა ჩვენ ვუყურებენ, რადგანაც ეს პროექტი არის ქვეყნის უსაფრთხოება, კავკასიური მშვიდობა, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივა, ამ ქვეყნისათვის პერსპექტივის მოტანა ბიუჯეტის ზრდის თვალსაზრისით და ზოგადად ეს არის ის პროექტი, რომლის შესახებაც ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს. რა უნდა ილაპარაკოს ქართული ოცნების წარმომადგენლობა, როდესაც ანაკლიის პორტს პირველი გემი 2020 წელს უნდა მიეღო და ამის შემდეგ 16-ჯერ გამოვიდნენ სხვადასხვა განცხადებით და 4-ჯერ შეცვალეს მართვის რაღაცა სქემა, რომელიც კვლავ დააანონსეს გუშინ. გამოსავალი არის ერთი. ანაკლია არის კავკასიის კარიბჭე. ანაკლია უნდა გახდეს ტრამპის გზის კარიბჭე. ჩვენ ვთავაზობთ თლიანად რეგიონს, მოსახლეობას, პერსპექტივას იმისას, რომ ეს იყოს კავკასიური კონსორციუმი, ამიერკავკასიის ქვეყნების, საქართველოსი, აზერბაიჯანის, სომხეთის და მართოს სოფლიოში ძალიან დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე ოპერატორმა. აი ეს იქნება რეალურად ის გამოსავალი, რაც ქვეყანას მისცემს პერსპექტივას, რაც ჩაიწერება იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებში, რაც დღეს არსებობს რეგიონის მიმართულებით და ზოგადად. კი ბატონო, ლანა, ხელისუფლება მე ვახსენებ პაპუაშვილი, მოკლედ ქართული ოცნების სპიკერის პარლამენტის ამ შემთხვევაში კონკრეტულად პაპუაშვილის განცხადება, რომ გამოვიდნენ თქვენ, რომ თქვენმა გუნდმა, უпростоრად თქვენ ლიდერზე საუბრობდა, მიიყვანა პროექტი კრახამდე. მისი ციტატა წავიკითხე დასაწყისში. დავიწყებ იქიდან, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროექტი არ იყო. ეს ქართული ხალხის პროექტი იყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულად გადაეცემოდა საქართველოს. ამ პროექტში ჩართულები იყვნენ დასავლელი ინვესტორები, რომელსაც პირდაპირ ჩამოართვეს ინვესტიცია, ექსპროპრიაცია გაუკეთეს და პირდაპირ უთხრეს თავიანთი კაბინეტებიდან, რომ გასულიყვნენ ესენი ქვეყნიდან. აი დასავლური ინვესტიციას პირდაპირ უთხრეს უარი. აქ უკვე შემდეგ რომელიმე ნორმალური ქვეყნის კეთილსინდისიერი ბიზნესის და ბიზნესმენების დაინტერესება ქალაქი ანაკლიის პროექტით და პორტით როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, როდესაც დასავლელი ინვესტორები პირდაპირ კაბინეტებიდან, სამთავრობო კაბინეტებიდან გაყარეს და ექსპროპრიაცია გაუკეთეს მათ ინვესტიციას. რაც შეეხება ახლა კვლავ რო დაიწყეს რაღაცა ახალი
მართვის მოდელის მიმართულებით საუბარი, მართვის მოდელებში არ არის პრობლემა და მართვის მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წარმატებით ხორციელდება. აქ მთავარი არის პირველ რიგში სახელმწიფოს ნებაზე და სახელმწიფოს ნება ის კი არ უნდა იყოს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ინვესტორები გაყაროს ქვეყნიდან, არამედ ინვესტიციების მოზიდვა უნდა იყოს, მეორე აუცილებლად უნდა იყოს რეპუტაცია ქვეყნის და რეპუტაცია სასამართლოს, ისე ინვესტორები ვერ შემოვლენ ამ ქვეყანაში. თქვენ ნახეთ ხომ 2020 წელს უნდა მიღებულიყო პირველი პროექტი. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ის მოახერხეს, რომ დასავლელი ინვესტორები დააინტერესეს საქართველოთი პროექტით, აუხსნეს მათ ამ ქვეყნის მნიშვნელობა და ამ პროექტის მნიშვნელობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მისის არ გააკეთა, რომ საგარანტიო თანხა, გარანტია, რაც ქვეყანას უნდა გაეკეთებინა ქვეყნის ხელისუფლებას 50 მილიონიც კი არ დადო ამ პროექტთან დაკავშირებით. ეს ფორმა ლენდლორდი, როცა ის არის ფლობელი სახელმწიფო, ამ ფორმასთან რამე პრეტენზია გაქვთ, იმიტომ რომ მაგალითად გუშინ კუპრაძე ჩემ ეთერში ამბობდა, რომ ფორმა არ არის აქ პრობლემური, აქ პრობლემური ნებაა ხელისუფლების. ფორმები სხვადასხვანაირი არსებობს და სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოდელით ხდება პორტების მართვა. ამ შემთხვევაში ახლა ლენდლორდის პრინციპი რა არის, ხო? სახელმწიფო არის ფლობელი და შემდეგ ხდება ქირავნობით გადაცემა და სხვადასხვა კაპიტალის შემოდინება. ფორმაში არ არის პრობლემა, თუნდაც იმიტომ რომ თავარი არის სახელმწიფოს ნება, გადადგმული ნაბიჯები, რეალური სურვილი იმისა, რომ ამ ქვეყანაში აშენდეს პორტი. ამ ქვეყანაში პორტი არ აშენდება. არ აშენდება თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ არის ინტერესებში რუსეთის. ჩვენ ხო ვნახეთ, რატო ჩავარდა ეს პროექტი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ალტერნატიულად ზუსტად იმ პერიოდში ხდებოდა ნოვოსიბირსკის მიმართულებით მშენებლობა და ეს არ აწყობდა რუსეთის ფედერაციას. არ აწყობდა არც ერთი ხელისუფლების დროს. ამიტომაც მოხდა დასავლელი ინვესტორების გაყრა, ამიტომაც მოხდა მათთვის ინვესტიციების ექსპროპრიაცია. თორე სხვა მხრივ რაიმე პრობლემა კი არ იყო მართვის მოდელებთან დაკავშირებით. დღეს ვთავაზობთ სხვა გამოსავალს, უკვე სხვა რეალობა აბსოლუტურად და უფრო მეტი პერსპექტივაა რეგიონისთვის გაშლილი. დღეს ვთავაზობთ, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ამიერკავკასიის ქვეყნების კავკასიური კონსორციუმი შეიქმნას. ამ კონსორციუმს კი უხელმძღვანელოს საერთაშორისო აღიარებულმა და ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ოპერატორმა. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი ქვეყნისათვის, თორე არც მაშინ არ იყო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის კერძო პროექტი. მაშინაც ეს პროექტი უნდა გადაცემოდა სახელმწიფოს და თქვენ არ იცით, აი ახლა ზუგდიდის ქუჩებში რომ დავდივართ, მე ირაკლი კუპრაძე ვარ ჩამოსული, ოთო ფარულავა, ჩვენი სხვა წარმომადგენლების, ამავდროულად ჩვენი წარმომადგენლები არიან დასავლეთის ქვეყნებში წასულები, ამავდროულად ჩვენები არიან ფარცხანაყანებში, ბაროჯაში, კახეთში, ვაქირში, ანაგაში. ჩვენ ყველგან ვართ, ყველგან მუშაობთ ამ მომრჩევლებთან და აი ახლა დადიან ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს ჩვენი მიმართულებით მოსახლეობას. ამ ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება ეს პროექტი. ანაკლია არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსი. ანაკლია არის კავკასიური მშვიდობის გარანტია. რაც მეტი ქვეყანა იქნება ჩართული ამ პროექტში, მით მეტი იქნება საქართველოსთვის უსაფრთხოება, მეტი იქნება ბიუჯეტი, მეტი იქნება კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში და რა თქმა უნდა, ეს იქნება გამაერთიანებელი პროექტი და შეგახსენებთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, 2020 წელს უნდა მიეღო ანაკლიას პირველი გემი. დღეს არის 2026 წელი და მე-16 ჯერ გვეუბნება მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერები, ეკონომიკის მინისტრები და სხვადასხვა სპიკერები ქართული ოცნების, რომ კვლავ ახალ მშენებლობას იწყებენ. სინამდვილეში არაფერი არ გაკეთებულა და არანაირი სურვილი მათ ამის აშენების არ აქვთ. რაც შეეხება ინვესტორებს, დასავლელი ინვესტორი აქ არ შემოვა, იმიტომ რომ დასავლელი პარტნიორები გაყარეს ამ ქვეყნიდან, ექსპროპრიაცია გაუკეთეს მათ ინვესტიციას და დაანახეს ჩვენს პარტნიორებს, ნამდვილ პარტნიორებს და ნამდვილ მეგობრებს, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას სურვილი არ ქონდა ამ ქვეყანაში პორტის აშენების. ლანა, ძალიან დიდი მადლობა.